წვიმის მიუხედავად სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. უხმან ალექმა განსაკუთრებით დააზიანა სოფელი კაბალი, სადაც გუშინდელთან შედარებით ვითარება შეცვლილია. სოფლის შიდა და გარე გზებზე წყალი აღარ მიედინება, გაკეთდა ნაპირსამაგრის სამუშაოები. დეტალებით კაბალიდან ჟანა დიდებაშვილი საუბრობს. ახლა ჩვენ ვიმყოფებით სოფელ კაბალისა და ბაისუბნის დამაკავშირებელ გზაზე, როგორც ხედავთ, აქ ყვითელი ლენტით არის ტერიტორია შემოსაზღვრული. ეს ყვითელი ლენტი სამართალდამცავებმა მას შემდეგ შემოავლეს, რაც აღნიშნული მიწის დიდი ფართობით ჩაინგრა და მდინარემ წაიღო. მდინარე კაბალი, ადიდ და გუშინ ინტენსიური წვიმების შედეგად დატბორილი იყო სოფლის დიდი ნაწილი და მათ შორის შიდა საუბნო გზები. როგორც ჩვენმა მაყურებელმა კარგად ადიდებული 4 მდინარის შედეგად დაზარალდა რამოდენიმე სოფელი, დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო ტექნიკა და შესაბამისი სამსახურები, მათ შორის მაშველები, მუნიციპალიტეტის მერიის სამსახური და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ადგილზე ყველა ღონისძიება ჩატარდა იმისთვის, რომ დღეს რადიკალურად შეცვლილი ვითარება დაგხვედროდა იმის მიუხედავად, რომ ახლაც ინტენსიურად წვიმს სოფლის გზაზე და ცენტრალურ გზებზე აღარ მოედინება მდინარის ნაკადი. გუშინდელთან შედარებით ძალიან დიდი სხვაობა არის. ეხლა გაშრა ყველაფერი წყალი არ მოდის. აი რო ხედავთ აქ ეხლა რაც არის ამ გზაში, პირდაპირ სავსე იყო, წყალი მოდიოდა თლიანი ორივე მხრით და გუშინ ჩადარდა სამშობლები, ეზოები დაზიანდა, მოსავლები დაზიანდა, სახლები, პირველი სართულები, პატულები დაზიანდა. ეხლა და ამხელა წყალდიდობა ეს არ არის პატარა რაღაცა. არის მობილიზებული მაშველების სამსახური და შეძლების დაგვარად მოქმედებენ. ისე რომ ახლა მოსახლემ როგორ შეიძლება ის პრობლემა მოაგვაროს, რასაც ტექნიკა ჭირდება. ამ ეტაპისათვის გუშინდელთან შედარებით სიტუაცია შედარებით თქმა უნდა სტაბილურია. მთელი ღამის განმავლობაში სპეცტექნიკა მუშაობდა სხვადასხვა ლოკაციებზე, დაახლოებით 11 სხვადასხვა ტიპის მობილური ტექნიკა იყო ჩამოყვანილი ადგილზე. ამ ეტაპისათვის სიმშვიდეა, მუშაობა რა თქმა უნდა გრძელდება. შიდა სახელმწიფოური გზაზე მხოლოდ ბაისუბნისა და კაბლის დამაკავშირებელი ხიდი დაზიანდა, რომლის აღდგენაზე სამუშაოები უკვე დაწყებულია, შემოსაზღვრულია უსაფრთხოების კუთხით აღნიშნული მონაკვეთი, ველოდებით უკვე ბლოკებს, რომელსაც მოიტანენ სამშენებლო ბლოკებს, მოვა შესაბამის ინერტული მასალა და ძალიან სწრაფად მოხდება აქ ამ დაზიანებული ადგილის შეკეთება. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ სტიქიის შედეგად ეპიცენტრია ახლა სტიქიის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამოდენიმე სოფელი. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, კომერციული ფართები და მათ შორის დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს არ მიეწოდება სასმელი წყალი, რადგან ის დაბინძურებულია. ასევე დაზიანებულია, როგორც გითხარით, კომერციული ფართები და მათ საკვები პროდუქტების შეძენა უჭირთ. რაც შეეხება ზარალს, როგორც ჩვენთან საუბარში ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ზარალის შესახებ ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელი მხოლოდ მას შემდეგ გახდება, რაც გამოიამინდებს და მოქალაქეებთან კონტაქტი შესაძლებელი გახდება. ლაგოდეხში სტიქიის შესახებ ჟანა დიდებაშვილი საუბრობდა.